გასაიდუმლოებულია. ახლა დაფუძნებული გაზეთის შესახებ არავინ არაფერი იცის. ხომ გაინტერესებთ, რას ფიქრობენ მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის გაზეთის დაფუძნების შესახებ? აი მე კი ისე მაინტერესებს უკვე ვეღარ ვითმენ. ამიტომ წავედით. ახლა კი როგორც საფრთხით, მე და სოფია შევეცდებით გავარკვიოთ, რას ფიქრობენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ამ თემასთან დაკავშირებით. წავედით. რა აზრის აქვს სკოლის გაზეთის დაფუძნებაზე? სკოლის გაზეთი უნდა არსებობდეს, რადგან მისი საშუალებით ყველა გაიცნოს სასკოლო სიახლეებსა და არა მარტო მას. როგორ დატვირთვას უნდა ატარებდეს სკოლის გაზეთი? სკოლის გაზეთი უნდა ატარებდეს შემეცნების ხასიათს. მასში ასახული უნდა იყოს სასკოლო ცხოვრების შესახებ, თუ რა ხდება, რა ღონისძიებები ტარდება და 1000 გვარი შეიძლება ღონისძიებები ჩატარდეს ისეთი, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, ყველამ ნახოს თუ რა შესაძლებლობა აქვს ბავშვს, უფროსებს, მასწავლებლებს, მშობელს და ასე შემდეგ. დაუჭერდით თუ არა მხარს თვითონ გაზეთის გამოცემას? რა თქმა უნდა დაუჭერთ. ეს არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება სკოლაში გაკეთდეს. და რა სახელი მოუხდებოდა ჩვენი სკოლის გაზეთს? ჩემი აზრით, თქვენი სკოლის გაზეთს მოუხდებოდა და ძალიან შესაძლებელი იქნებოდა გაზეთს ერქვას ჩვენი თაობა. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. არაფრის წარმატებებს გისურვებ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში დაარსდეს სკოლის გაზეთი. რადგან გაზეთი გაშუქდება, იმედი მაქვს რომ გაშუქდება ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია, სკოლის ცხოვრება ამით უფრო გამოცოცხლდება, რეალურად ბავშვები გაიგებენ ერთმანეთის შესახებ ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს. როგორც უკვე აღნიშნე, კედლის გაზეთი უნდა იყოს მაქსიმალურად საინფორმაციო, ანუ უნდა ასახავდეს სკოლის ცხოვრებას. ხშირად არ ვიცით მოსწავლის ცხოვრების შესახებ, ამ დროს მოსწავლეს აქვს ძალიან საინტერესო ცხოვრება და კარგი იქნება თუ უფრო მეც გავიგებთ ამის შესახებ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, გავიგოთ სხვა მასწავლებლების აზრიც. რა აზრის ხართ სკოლის გაზეთის დაფუძნებაზე? ჩემი აზრით, ჩვენი სკოლისთვის და ახალგაზრდობისთვის ძალიან კარგი იქნება გაზეთის დაფუძნება, იმიტომ რომ მოსწავლეებს სტიმულიც ექნებათ შემდგომი მუშაობისთვის და ალბათ ვფიქრობ, რომ განვითარებისთვისაც ძალიან კარგი იქნება. როგორ დატვირთვას უნდა ატარებდეს გაზეთი? უფრო მეტად ალბათ შემეცნებით დატვირთვას უნდა ატარებდეს და უნდა იყოს შიგადაში ცოტა გასართობი რაღაც ბავშვებისთვის. დაუჭერდით თუ არა მხარს სკოლის გაზეთის გამოცემას? და თქვენი აზრით რა სახელი მოუხდებოდა გაზეთს? ჩემი აზრით, ალბათ გზამკვლევი. და როგორ ფიქრობთ, კარგი სახელია თუ არა გაზეთისთვის ჩვენი თაობა? ჩვენი თაობაც კარგი სახელია, მაგრამ მე ვფიქრობ, გზამკვლევი უფრო კარგი სახელი იქნება სკოლის გაზეთისთვის. თავნა, რა აზრის ხარ სკოლის გაზეთის დაფუძნების შესახებ? ძალიან კარგი აზრია, კარგი იდეაა. საჭირო იყო ჩვენ სკოლაში რაღაც სიახლე და მივესალმები ამ და კარგი იქნება ამ გაზეთში თუ იქნება ასახული სკოლის ცხოვრება და არა მარტო ჟურნალი უნდა ატარებდეს, ასევე შემეცნებით დატვირთვას. კარგი იქნება თუ საერთოდ კულტურული ცხოვრება იქნება აღწერილი ამ ჟურნალში. ნამდვილად გეთანხმები და რას უსურვებდი ჩვენს ჟურნალს? წინსვლას, რა თქმა უნდა, წარმატებას და შემდეგი ნომრები თუ როგორც იქნება, უფრო ფართო მასშტაბებით გამოსულიყოს. რა აზრის ხართ სკოლის გაზეთის დაფუძნებაზე? მივესალმები ამ იდეას, ვინაიდან ძალიან კარგი იქნება, თუ კი იქნება ამ გაზეთში ამოსვლილი ჩვენს შესახებ, სკოლის შესახებ, რა ხდება სკოლაში, რა გექნება ბავშვებისათვის, მოსწავლეებისათვის, ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იდეაა. მოუხდებოდა ჩვენი სკოლის გასახელი ჩვენი თაობა? ვფიქრობ, იდეალური სახელია ჩვენი თაობა, ვინაიდან აბსოლუტურად ასახავს გაზეთის შინაარსს, რომ ის იქნება ჩვენს შესახებ, ჩვენი თაობის შესახებ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია. ჩვენი აზრით რა იმალება ამ კითხვის ნიშნის უკან? ჩემი აზრით ძალიან იდუმალებით მოცულია. ერთი სული გვაქვს ყველას, როდის გავიგებთ თუ რა იმალება ამ ყველაფრის უკან, მაგრამ ჯერჯერობით როგორც ჩანს ძალიან გასაიდუმლოებულია და მოუთმენთ ვადებით ამ ყველაფრის გაკეთებას. და მაინც კონკრეტული აზრი თუ გაქვს? არა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე უკვე ზედმეტად გასაიდუმლოებია ეს ყველაფერი.
გამოკითხვა დასრულებულია. აი სალიტაც აქაა. დასაწყო სალიტა გამოკითხვის შედეგებზე ყველაფერი კარგადაა. პრინციპში სხვა შედეგს არ მოველოდი. თავიდან მქონდა მათი მხარდაჭერის იმედი, რომელიც საბედნიერად 100%-ით გამიმართლდა. გამოკითხულთაგან ყველა მზად და აქტიურად დაგვიდგეს მხარში. ჩვენც ხომ სწორად ეს გვინდოდა. მე კი დაღა დამრჩენია გარდა იმისა, რომ 100%-ით დავეთანხმა სალიტას. ჩვენ შემთხვევაშიც იგივე მოხდა. იმედები და მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა. გამოკითხულთაგან ყველა აქტიურ მხარდაჭერას დაგვერდა, რის გამოც საჯაროდ ვუხდით მათ მადლობას და პირობას ვდებთ, რომ თითოეული ადამიანი, ვინც გაზეთ ჩვენ თაობაზე მუშაობს ერთად, გაერთიანებული ძალებით ვიმუშავებთ თითოეული ახალი ნომრის უყოფისათვის. ჩვენ კი ამით გებშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.